Keksi გამოაცხო. Მაგა ასათიანმა ძავს სკანდალური ფოტო გამოუქვეყნა. ასეთი საბედისწერო ციკა ჯამბურია არასოდეს გინახავთ. საკო გაჩეჩილაძე მეგობრის ქორწილში მკერდი მოიშიშლეს. მკერდის მოშიშლება ძალიან აქტიურად იყიდება ეთყობა. თაკო ნაცვლიშვილი ღრმა დეკოლტით უბრალოდ დაგატყვევებთ. თბილისში დაბრუნებული ნატალია ყიფშიძე ხალხის გაოცებას აგრძელებს. ნახევრად შიშველი და თმაგაჩეჩილი კრისტი ყიფშიძე აბაზანიდან ნებიან ფოტოს აქვეყნებს. კიდევ ნახეთ რა დაუწერა ნინას მერსი სულხანიშვილმა სკანდალურ ფოტოზე, სადაც ძუძუ უჩანს. აი ეს წერია. აი ეს წერია პირდაპირ. მერსი სულხანიშვილ დაუძახოთ. მოდი. ვერ ვიცი რა იქნება შემდეგი სტატიის სათაური. მერსი სულხანიშვილმა პროფილში ფეხები გამოაჩინა, იმიტომ რომ აქამდე სულ მკერდი უჩანდა. ამ ყველაფერს კითხულობ ხოლმე? იცი რა, ხანდახან ვკითხულობ ხოლმე, ხანდახან სასოციო ისე რომ კარგ განწყობაზე რო დავდგე ხოლმე, ვკითხულობ ხოლმე. თავის დაუნებურად მივარდება, იმიტომ რომ ხომ მაქვს ხოლმე დალაიქებული რაღაც კონკრეტული გვერდები სოციალურ ქსელში და ავტომატურად მივარდება ხოლმე. იმ დროს უკეთესი აღმოვაჩინე, მაგალითად, მერსი სულხანიშვილი იმდენად გახდა, რომ უცხო პლანეტელს დაემსგავს. აბა დაკი დაგვენახე. არის უცხო პლანეტელი? არა, ყველი აქაც არის, ხო? ყველი აქაც არის წარმოდგენილი. კლერები ყავს ეთერში. ერთი რამე დათქვა. ყვითელი პრესა არის ყველგან მთელ მსოფლიოში და ვერ ვიტყვი რომ თქვათ ინგლისში, ამერიკაში, იტალიაში თუ ესპანეთში ამაზე ბევრად განსხვავებული და ბევრად უფრო სერიოზული და სოლიდური სათაურები აქვს ინტერნეტ სტატიებს. ამიტომ საქართველოში რაღაც განსაკუთრებული არაფერი არ ხდება და პირიქით მადლობა კოლეგებო რომ ასე გვახალისებთ. ასეთ სათაური იყო მერსი სულხანიშვილმა სკანდალების გარეშე მოიწყინა. აქ ეხა რომელი სკანდალი იგულისხმება ხო ხვდები? აი ნაბიჯური სახელი და გვარი ხარ და დაიარება საწყობის მიმდევრი. რა ხდება ხარი? საწყობის მიმდევრი რომ დაიარება ნაბიჯური. ნინარის სახელი გვარი. ვიცი მტკივნეული თემა, ვიცი განიცდი, ნაწილს გონია რომ ცუდად მოიქეცი, მეორე ნაწილი ამბობს რომ პროვოკაციას წამოიღე, მაგრამ ნამდვილად არის, ხო? იყავი ბედნიერი და ორი სიტყვით გითხარი, რეალურად აი მთავარი სკანდალით შემორჩი 2016 წელს. ესე იგი ვერაუარე, გვერდი ვერანაირად. ესე იგი რაღაცა გაურკვევლობა მოხდა იმაში ერთ-ერთ სუპერმარკეტში და ანუ შენ ამბობ ხოლმე, მოდი ასე ვიტყვი, რომ გაიგოს საზოგადოებამ, რომ იქ წყობიდან ისე გამოგიყვანეს. რომ სხვა გზა არ იყო, უნდა მოქცეულიყავი ისე როგორც მოიქეცი. ხო, თუმცა იქ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გადაიღო ვიდეო და ფრაგმენტულად განუთავსა საზოგადოებას ისე როგორც მას უნდოდა, ასე ვთქვათ, რაღაცა გაურკვეველი მინაწერით, ტექსტუალურით და ასე შემდეგ. და რამაც გამოიწვია ხალხის აგრესია. თუმცა საბედნიეროდ მე რაღაც პერიოდის მეც კომენტარი გავაკეთე, რაღაცა გაირკვა ყველაფერი და რაღაც მე მგონი სამსახურიდან დაგითხოვეს. ხო, იყო რაღაც პაუზა, ხო, ესე აღმოჩნდა. ნუ, მაინც საქართველო. ეხა როგორ ხარ მითხარი? ეხლა კარგად ვარ, ბედნიერი ვარ. კერდი მაინც გამოაჩინე. ეხლა მითხარი რა დაგიწერა ნინა წრიალაშვილმა სკანდალურ ფოტოზე, სადაც კერდი გიჩანს. რა? აი ასეთ სათაური იყო, რა დაუწერა ნინა წრიალაშვილმა მერსი სულხანიშვილს სკანდალურ ფოტოზე მძიმე, სადაც კერდი უჩანს. აი მე რო არ ვიცი. ნინა საერთოდ ნინა მოდი. შავთეთში ვარ. გადაუწერე სკანდალურ ფოტოზე. მერსი სულხანიშვილს სადაც კერდი მახსოვს და არც მე არ მახსოვს, იმიტომ რომ სკანდალური იქნებოდა, იყო სკანდალური. არ მახსოვს და რა ვიცი, ეთყობა ვინც ჩათვალა ის სად არის. მოკლედ ან ჩვენ ვერ ვართ კარგად, ან ეს პროცენტი საზოგადოების, რომელსაც ეჩვენებათ ხოლმე, რომ რაღაც ჩვეულებრივი ფოტო სკანდალურია და არაფერი ჩვეულებრივი არ არის, შიშვლები დატანტალებთ Facebook-ზე და იმიტომ მე და მერსი. არა, ცალ-ცალკე. ხო. თამაზე რო არაფერია თქვა. იცი რა, ბოლო რამდენიმე თვე მგონი გადავეჩვიე. შიშველი დატანს. მე არ მომწახარ, იმიტომ რომ შესანიშნავად გამოიყურება. ზაფხულში სხვადასხვა დიდი მადლობა. შესანიშნავად.
დავიტარე, რომ იქიდან გამომდინარე, რომ აღარ ვარ ძალიან პატარა, მხოლოდ ზაფხულში დავდო ხოლმე ესეთი საცურაო კოსტიუმში ფოტოები და ზამთარში რა ვიცი, რამეს მოვიფიქრე. მე ვიცი რომელი სათაური მომწონს ესეთ წლევანდელი 2016 წლის ნახეთ ვის მიუწვა შეზლონგზე ნინა წკრიალაშვილი გვერდით. და სინამდვილეში ეს მამაკაცი იყო ჩემი ნათულის. კი, ჩემი ნათულის მამა. კი. ჩემი ნათულის მამა ძიმა კორქონჯია და მე იმდენად ვერ მივხვდი რომ ჩემს გარდა ხალხიც შეიძლებოდა რომ ვინმეს რამე ეფიქრა რომ არც სტატუსი არ მიუწექი. არა, მის მეუღლე ჩვენი მეგობარი ლიკა იღებდა ფოტოს. ხო, ასე მივუწექი და დავდე ფოტო და დავწერ გული დავახატე ისა ძიმა თუ რაღაც და ეგონათ რომ რადგან მამაკაცთან ერთად შეზლონგზე ვარ რაღაც ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში და ატყდა პანიკა და ნუ მოკლედ იმას ცალკე მე ცალკე და ნუ მე თავის მართლება მომიწე მე საერთოდ არ მაინტერესებდა უბრალოდ ძიმა გავაპრავე თორე მე კიდე კი არა უკაცრავად ჩემთვის დიდად არ გენახლებოდა საერთოდ არ მენახლებოდა ეხა სათაური ნახეთ რა უცენზურო სიტყვა გამოიყენა ნინა წკრიალაშვილმა პროფილში გადადით ლინკზე და შოქში ჩავა კომაში რეალურად არის რამდენიმე გზა, რითი შეიძლება მუდმივად იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში და მუდმივად ყვებავდე ყვითელ პრესასაც. თქვენ ეს გზა იცით. მაგალითად, მე სულ ვცდილობ ხოლმე რომ დავიმალო. დაბლოკილი მაქვს Facebook-ი, მყავს ძალიან შეზღუდული მეგობრების რაოდენობა. ვდებ საცურაო კოსტიუმში სურათებს, ნამდვილად ვდებ და მალავ ოღონდ. ამას ხო და მარტო შენ კაცი ნახულობ. არა, შენ ალბათ ნიკა ხაჩიძე და ჩემ პროდიუსერი სოფო ოჩხიკიძე და რა აზრია გასადა. 3 ლაიკი გაქვს შენ და ჩვენ ბევრი ლაიკები მაქვს სამაგიეროდ. ანუ ეს თქვენი სურვილია, ხო? ანუ მე არ მინდა ხოლმე გადადით ლინკზე და შოქში ჩავარდით ნახეთ როგორ გამოიყურება მაი ესეთიანი საცურაო კოსტიუმი. იცი რა, რეალურად არც მე არ მაქვს ხოლმე ამის სურვილი ვიღაცა ჟურნალისტმა რო დაწეროს. ეს ხდება თავისთავად. 600,000 მეგობარი თუ ყავს, იქ აუცილებლად არა 14,000-ზე მეტი გამომწერი. ხო, ნუ აი ბუნებრივია. შესაბამისად ეს თავისთავად ხდება. რამდენი მეგობარი ყავს Facebook? 5,000 მეგობარი ყავს და 26,000 ფოლოვერი. ანუ გამოდის რომ ამ ყველაფერს თქვენ თვითონ ცოტა უკეთებთ ხოლმე, ხო, პროვოცირებას? იცი რა არის ხალხს აინტერესებს რეალურად იცი როგორი მომენტია როდესაც ანუ კი თუ არა აკეთებ თუ არა იმ ადამიანებისთვის ვაკეთებ ვისაც აინტერესებს აქვს სურვილი ჩემი მეგობრების იმ ადამიანებისთვის ვაკეთებ და ეს ავტომატურად მე ხდება პრესისთვის საინტერესო თუ ვაკეთებ გასაგებია რომ მასობრივია ხო მასობრივია ანუ ეს საგანგებოთაც ხდება ეს უფრო საქმიდან გამომდინარე საჭიროა შეიძლება ითქვას მჭირდება და ვაკეთებ და აინტერესებს ხალხს და ვაკეთებ მე შეგნებია მუდმივად ყურადღების ცენტრში. ეხლა მაგას ფიქრობდი, პირველად დავფიქრდი მე მგონი, იმიტომ რომ არასოდეს სპეციალურად არაფერი არ გამიკეთებია და ალბათ ან ძალიან როცა საჯაროდ აკეთებ, ამას ხუთავი კი, მაგრამ იმიტომ არ დამიდია რომ თქვათ ბევრი ლაიკი მქონდეს. მე რასაც ვთვლი რომ კარგი ფოტოა, ან კარგი დღე იყო, აი ასეთ ფოტოებს ვდებ ხოლმე და ან ზედმეტად სულელი ვარ, ან ზედმეტად ჭკვიანი პიარის ვის მაქვს ნიჭი ისეთი რომ გაუაზრებლად ვდებ და გამოდის რომ სულ ყურადღების ცენტრში ვარ, თუმცა ბოლო დროს მივხვდი რომ ჯობია რომ შენთვის წყნარად იყო, იმიტომ რომ უფრო კარგად და ბედნიერად ხარ ვიდრე ასე. ასეა. ნახეთ რა კარგად იქცევა ცხარი პროფილი სტუდიაში. ძალიან წყნარი. ასეთი წყნარი სტუმარი პროდუში არ ყოლია. კიდე წაგიკითხავთ სათაურებს. ნიკა შენ თუ იყავი. მოვისმინეთ. წელზევით გაშიშვლებული ანა მარგველაშვილი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს. გადახვალთ ლინკზე და აღმოაჩენთ რომ მსგავსი არაფერი შიგნით არ არის. ლეგენდარული აჩიკო მეფარიძის სმოკინგი შოკია, ზახილის ნიშანი. საჯარო სექსი. ნახეთ რა სკანდალურ ფოტოს აქვეყნებს თინა მახარაძე, ტირე შოკია. აი როგორი საწვიმარი უნდა ატაროთ ცუდამინჩი. ნინი ქარსელაძე ახალი მოდური სტილით. თაკო ჩორგოლაშვილის წითელი სუპერ მოდური ჟაკეტი. ნახეთ გოგონა თბილისის ქუჩები ააფეთქა. ჟაკეტით ააფეთქა ქუჩები. ისა ისე მკვლელი საჭდომი ეს ჩემი საყვარელია. ვის აქვს მკვლელი საჭდომი? თამაშა აქ მკვლელი საჭდომი. ნამდვილად მკვლელი საჭდომი და ნამდვილად მართალია. ჩემი კოლეგა უნდა შემოგვიერთდეს 2016 წელი სხვადასხვა ყვითელი ჭორებით იყო ცნობილი და ასევე ყვითელი ბულვარული პრესა ააფეთქა და ყველა შოქში ჩავარდით, თუმცა არა მხოლოდ ჩვენ, დასავლური პრესაც და ტელევიზიაც. შოქში ჩაგდერთმა ჭხუბა და ეს ჭხუბი მის სტუდიაში მოხდა აი ამ ჟესტზე, აი ამაზე ვგიჟდები, აი ყველა წამყვანი აკეთებდა ამას მე დასავლურ მედიაში მოდით აბა გავაკეთოთ ყველა მესე. აი ესე, აი მაგარაზმაძე.